Twიანის პირველი სტუმარი დავით ჯანდიერი, პაატა ბურჭულაძე მოძრაობა სახელმწიფო ხალხისთვის. Საღამოშიდობისა ბატონ დავით, მადლობა გადაცემაში მონაწილეობისთვის. Ჩვენ ახლა კიდევ ერთხელ ვისმენდით თქვენი ლიდერის განცხადებებს. პაატა ბურჭულაძე ამბობს, რომ თანხების გარდა იქ იყო მთელი სქემა და თამაში თუ როგორ შეიძლებოდა ჩვენს გარშემო ჩატარებულიყო ყველაფერი, რომელიც დროულად გაიშიფრა. მე მინდა ჩემი მაყურებლისთვის გთხოვოთ ახსნა რა სქემაზეა საუბარი. საღამოშიდობის მადლობა მოწვევისთვის. მე ვერ დავაბმატებ ვერაფერს იმ განცხადებას, რაც ბატონ პაატას მხრიდან იქნა გაჟღერებული. გუშინ ეს სიტუაცია, რომელიც შეიქმნა საღამოს გვიან ღამით, საკმაოდ მოულოდნელი იყო ჩვენთვისაც. თუმცა ის განცხადებები, რომლებიც შემდგომში გაკეთდა უკვე გვიან ღამით, ამ განცხადებებმა აჩვენა ის, რომ რეალურად საქმე ჰქონდა ისეთ მოვლენებთან, რომლის შესახებაც ჩვენ ამ ერთი თვის განმავლობაში, რა თქმა უნდა, არ შეიძლებოდა გვცოდნოდა. გუშინ ბატონმა პაატამ გააკეთა განცხადება იმის შესახებ, რომ როგორც კი გახდა მისთვის ამ გარემოებების შესახებ ცნობილი, მაშინვე გააკეთა განცხადება და მას უბრალოდ არ ჰქონდა სხვა ეს ინფორმაცია ადრე. დღეს მთელი დღის განმავლობაში ჩვენ ასევე გვქონდა შეხვედრა, ამ ინფორმაციების გაცვლა ხდებოდა. ბუნებრივია გუშინ ღამე ასევე სანამ ეს განცხადებები გაკეთდებოდა, ჩვენ მქონდა საუბარი და ამ საუბრის დროს მან ეს კონკრეტული გარემოებები დაასახელა ჩემთან. მე უბრალოდ დეტალებში ვერ შევალ, იმიტომ რომ ეს არის რაზეც შევთანხმდით გუნდის შიგნით, რომ ეს არის რეალურად შიდა სამზარეულო და ამ შიდა სამზარეულოს დეტალებზე საჯაროდ არ ვისაუბრებთ. ბატონ დავით, თუმცა თქვენ ალბათ გესმით ჩემი ინტერესი, ვინაიდან დარწმუნებული ვარ, რომ მაყურებელს ეს ინტერესი აქვს. ეს არ არის მხოლოდ სპორტული ინტერესი, ეს არის ინტერესი არჩევანის გაკეთების წინ, 10 დღეში არჩევნებია და თქვენს ბლოგში მოქმედი რამდენიმე მოთამაშე ერთმანეთს ძალიან სერიოზულ პოლიტიკურ ბრალდებებს, შეიძლება ასე ითქვას, უყენებს, ვინაიდან თქვენი მხარე ამბობთ, რომ გირჩი ივანიშვილის თამაში თამაშობდა, მისი ფულიანად, ისინი კი ამბობდნენ, რომ ბურჭულაძის მხარე და კერძოდ კონკრეტულად პაატა ბურჭულაძე მათ აშანტაჟებდა და თხოვდა ფულს. ძალიან რთული სიტუაციაა ჩვენი მაყურებლისთვის და ამორჩევლისთვის თუ კი ვინმე აპირებდა ხმის მორჩევას. აი, ამიტომ ვკითხულობ და არა იმიტომ, რომ მე ახლა მაინტერესებს რაიმე ჭორი ან მართალი. ამან გამოიწვია ბლოკის შლა და სად დარჩა სიმართლე, მაყურებელმა უნდა გაიგოს. დიახ. ბლოკის დაშლა რა თქმა უნდა არ გამოუწვევია, იმიტომ რომ ბატონი გირჩის წასვლა უკაცრავად, გირჩის წასვლა დავაზუსტოთ. ბლოკის დიახ. ბლოკის შემადგენლობაში არის პირველი რაც მინდა ძალიან მკაფიოდ და ზუსტად ვთქვა. გუშინ მთელი საღამოს განმავლობაში ბუნებრივია მე ვიყავი ყველა პროცესში ფაქტობრივად ჩართული. გადაწყვეტილება იმის თაობაზე, რომ სიიდან ამოღებული ყოფილიყვნენ გირჩის წევრები, მიღებული იქნა პაატა ბურჭულაძის მიერ და ეს არ ყოფილა გადაწყვეტილება მიღებული გირჩის მხრიდან. საუბარი იმ შეხვედრაზე, რომელზეც შემდგომში იყო საუბარი ბატონი ზურა ჯაფარიძის მონაწილეობით, მეც ვესწრებოდი. ბატონი ზურა დაბრუნდა ოფისში, ვინაიდან ჩვენ გავიმხილავდით ერთ-ერთ გადაცემაში მონაწილეობის დეტალებს და ის ამ დარბაზში იმყოფებოდა მხოლოდ 1 წუთის განმავლობაში. ბატონმა პაატამ მას უთხრა, რომ მის მიერ გადაწყვეტილება იყო მიღებული გირჩის წევრების ამოღების თაობაზე სიიდან, რის ვადაც დღევანდელ დღეს იწურებოდა და ის წევრები ჩვენს მიერ ამოღებული იქნა და მას შესთავაზა, რომ ვინაიდან მის მიმართ, ანუ ბატონი ზურას მიმართ გააჩნდა პიროვნული სიმპათია, რომ ის პროფესიონალი არის, მას შესთავაზა, თუ მას ჰქონდა სურვილი, რომ კვლავ ყოფილიყო ამ სიაში. ეს იყო ის საუბარი, რაც ჩემთან და სხვა ადამიანებთან ერთად მოხდა. ხა ნებისმიერი საუბარი იმაზე, რომ დღეს გავრცელდა ინფორმაცია თითქოს რაღაც თანხობრივი ის იყო, თითქოს ბატონი პაატას ხელფასის 60,000-ია, ეს არ შეესაბამება სინამდვილეს. ნებისმიერ ადამიანს შეუძლია ნახოს აუდიტის სამსახურის ვებგვერდზე არის გამოქვეყნებული ბატონ პაატას არც ერთი თეთრი არ აქვს ხელფასი პარტიაში და ეს უბრალოდ სინამდვილეს არ შეესაბამება. აბსურდი არის საუბარი იმაზე, თითქოს აქ იყო რაღაც ტიპის ფინანსური ინტერესი. რეალურად ჩვენ საქმე გვაქვს იმ შემთხვევასთან, რომელიც ბატონმა პაატამ თქვა, როდესაც რამდენჯერმე მოხდა ბატონ პაატა გავიდა შეხვედრიდან და ერთ-ერთი შეხვედრიდან დაბრუნების
დროს მას ჰქონდა ძალიან მძიმე რეაქცია და ის კონკრეტულად ამბობდა და მე რა თქმა უნდა ვიცი ამ ადამიანის შესახებ რომელთანაც რომლის მხრიდანაც ითქვა რომ ის მაშინ ამ შემთხვევაში ანუ გირჩთან დაკავშირებული პირი ესე რომ ვთქვათ დაელაპარაკებოდა ყოფილ ექს-პრემიერს რამაც გამოიწვია ბატონი პაატას ძალიან ისეთი რბილად რომ ვთქვათ აღშფოთება. პავლე კუბლაშვილზე გაქვთ საუბარი, იმიტომ რომ ეს პირველად ართმულა, გასაგებია რა. არა, ეს ასე არ არის. ხოთა შორის ერთი წუთი თუ შეიძლება ვიტყვი, ბატონ პაატას არ უხსენებია არც ერთი გვარი და დღეს შეთანხმება ბუნებრივია მე ამ ადამიანს ვიცნობ და ვიცი ვიზე არის საუბარი. დღეს შეთანხმება რომელიც ჰქონდა შიდა საუბარი ბატონ პაატასთან ჩვენ შევთანხმდით იმაზე რომ გვარი და სახელი არ დასახელდებოდა სწორედ იმის გამო რომ ამას არ მოყოლოდა უბრალოდ სხვა ტიპის განცხადებები. ესე იგი მე რომ ახლა თქვენ გთხოვთ რომ გითხრათ მეტი დეტალი რა ტიპის თამაში რა ტიპის ქსელი იკვრებოდა ბურჭულაძის პარტიის ირგვლივ პაატა ბურჭულაძის ვერსიით და შესაბამისად თქვენი ვერსიითაც ამაზე მეც ამ წუთში ვერაფერს ვიგებთ ასე გამოდის გარდა იმის რომ თქვენ მე მეუბნებით რომ იყო სიგნალი ყოფილი პრემიერისგან ბიძინა ივანიშვილისგან და ეს სიგნალი ეხებოდა თქვენს პარტიასთან კომუნიკაციას მის ინტერესებში მოქცევას და ამაში იხარჯებოდა და ან უნდა დახარჯულიყო ფული ამაზეა ლაპარაკი მე იმაზე მეც ნამდვილად ვერ გეტყვით რაც ბატონმა პაატამ თქვა თუ ის ჩათვლის საჭიროდ ერთ დღეს რომ გააკეთოს განცხადება ეს არჩევნებამდე იქნება თუ არჩევნების შემდეგ კონკრეტულად იმ სქემის შესახებ რომელზეც მან საჯარო განცხადება გააკეთა ეს მისი გადაწყვეტია მე უბრალოდ ვიცავ იმ პირობას გასაგებია ბატონ დავით ჩემთვის ძალიან გასაგებია თქვენ რომ პირობას იცავთ მეც ასე მოიქცეოდო იმისთვის რომ პირობა მომეცა მაგრამ თქვენ წარმოიდგინეთ მაყურებელი რომელსაც უნდა ეხა მეტი გაიგოს რომელსაც უნდა მეტი გაიგოს იმის შესახებ თუ ვის აძლევს ხმას. ესე იგი ეს არის სულ რაც შეგიძლიათ თქვენ მათ უთხრათ ამ ეტაპზე. მე ძალიან წყდება გული, მე პირველ რიგში მინდა ვთქვა რომ ძალიან წყდება გული გირჩის ცალკეულ წევრებს მე ძალიან დიდ პატივს ვცემ, მიმაჩნია რომ არიან პროფესიონალები, საერთოდ ძალიან ცუდად მიმაჩნია საუბარი ყოფილ პარტნიორებზე აუგის თქმა, ეს ნამდვილად არ იქნებოდა ღირსეული საქციელი და ამას არ ვაპირებ. ერთი რამ მინდა ძალიან დაზუსტებით, მკაფიოდ ვთქვა რაშიც აბსოლუტურად ეჭვი არ მეპარება ეს არის ის რომ ჩვენ ვართ ახალი და დამოუკიდებელი ძალა რომელიც არავისგან არ კონტროლდება მე მაინტერესებს აი ამ პერიოდში დაახლოებით ერთი თვე იყო ხომ რაც გირჩთან ერთად იყავით თქვენ ირიბად მიღებული გაქვთ თუ არა ბიძინა ივანიშვილისგან თანხა ანუ გირჩისგან მომავალი თანხა თუ კი გაიშიფრად ეს იყო ივანიშვილის გამოდის რომ თქვენ რაღაც ეტაპზე აღებული გაქვთ ივანიშვილის არა ეს ასე არ არის ნებისმიერი შემოწირულობა რომელიც პარტიას აქვს მიღებული საარჩევნო ბლოკს აქვს მიღებული არის აბსოლუტურად გაშიფრული ჩვენ კანონი გვავალდებულებს ყველა შემოწირულის შესახებ ინფორმაციის არსებობას ეხლა ბუნებრივია ჩვენთვის რთულია და თქვათ პარტიის ნებისმიერი ადამიანისთვის რთული იქნებოდა თითოეული შემომწირულის თქვათ ვინაობა ან მისი შემოსავლების შესახებ ინფორმაციას ვფლობდეთ უბრალოდ ყველა ეს შემომწირველი რომელმაც პარტიას რაიმე თუნდაც ერთი თეთრი შეწირა საჯარო არის და ეს ინფორმაცია გამოქვეყნებული აუდიტის სამსახურის ვებგვერდზე ჩვენ გვაქვს ამის ვალდებულებაც გამოქვეყნების ამიტომ აქ არც ერთი თეთრი არ არის დამალული და გაუმჭვირვალე მოკლედ ამ ეტაპისთვის ბლოკს არ უსარგებლია ივანიშვილის თანხებით შეგვიძლია ვთქვათ ეს თუ არ იცით არა, შეუძლებელიც იყო ამგვარი ტიპის სარგებლობა, კანონმდებლობა, რა თქმა უნდა, ითვალისწინებს დაფინანსებას, დაფინანსების ლეგალური წყაროები გვაქვს, ქონდა და გვექნება, ასე ვაპირებთ და ესენი არიან ის დამფინანსებლები, ის შემომწირველები, რომელთა შესახებ სრული ინფორმაცია არის ასახული აუდიტის სამსახურის ვებგვერდზე. კარგით, აი თქვენ ახსენეთ 60,000 ლარი, რაც გუშინ თქვენი ყოფილი პარტნიორებისგან ითქვა, უბრალოდ ზურაბ ჯაფარიძემ თქვა, რომ აინტერესებს ბურჭულაძეს მხოლოდ საკუთარი შემოსავლები და მას აქვს საკმაოდ დიდი სარგებელი ამ პარტიისგან, რომ ეს გამოიხატება 60,000 ლარში თვიურად. თქვენ ახლა ახსენეთ, რომ ეს არასწორი თანხაა. მე გადავამოწმე ბუნებრივია აუდიტის დასკვნაში ნათქვამია, რომ 10,000 ლარია ბატონი პაატას ხელფასი და შესაძლოა ხელფასი არც იყოს განსახილველი, ვთქვათ, კონკრეტულად რომელიმე ეთერში, მაგრამ რა კიღა ფულზე მიდგა საქმე, თუ შეიძლება გითხრათ რა ტიპის საქმიანობაში იღებს, ვთქვათ, ბურჭულაძე 10,000 თუ 60,000 პარტიულ საქმიანობისთვის ფინანსდება ის? გეტყვით.
გეტყვით. მას შემდეგ რაც პარტია შეიქმნა, პაატა ბურჭულაძეს არც ერთი თეთრი არ აქვს ხელფასი და ანაზღაურება პარტიისგან. აუდიტის სამსახურის ვებგვერდზე დევს ეს ინფორმაცია და ამგვარი ტიპის ვალდებულების დამალვა იქნებოდა დანაშაული. კაფიოდ მინდა ძალიან კაფიოდ თქვა, რომ არც ერთი თეთრი არ არის მას ხელფასის სახით არ აქვს. რაც შეეხება მანამ სანამ შეიქმნებოდა პარტია, არსებობდა პლატფორმა და პლატფორმის ფარგლებში მას ჰქონდა შესაბამისი ანაზღაურება. პარტიის ფარგლებში რაც ჩამოყალიბდა ესა პარტია მოძრაობა სახელმწიფო ხალხისთვის არც ერთი თეთრი მას არ აქვს ხელფასის სახით. 1 ივნის აღებული ვიდრე დარეგისტრირდებოდა პარტია სახელმწიფო ხალხისთვის, მას აქვს ერთხელ აღებული 10,000 ლარი. ამას მეუბნებით. გასაგებია, მოკლედ ვიდრე დარეგისტრირდებოდა პარტია, არც ერთი თეთრი მას არ ქონია აღებული. პარტიის რეგისტრაციის შემდგომ მას საერთოდ არ გააჩნია ხელფასი. თქვენ ინფორმაციით ბურჭულაძეს ყოველთვიური გასამრჯელო პოლიტიკაში ყოფნისთვის არ აქვს. არც ერთი თეთრი არ აქვს და ეს არის ღია ინფორმაცია. ეს 60,000 საიდან და ისე მოვიდა? ძალიან უბრალოდ უცნაური არის, იმიტომ რომ ბატონ პაატას ძალიან დიდი ანაზღაურება ჰქონდა სხვადასხვა ქვეყნებში და მისი კონტრაქტები, თითოეული კონტრაქტი შეადგენდა ასეულობით 1000 ევროს და დოლარს. ამიტომ ბუნებრივია აქ რაიმე ტიპის ხელფასის დაინტერესებაზე საუბარი ზედმეტია, მით უმეტეს, როდესაც მას არავითარი, რა თქმა უნდა, ბატონ პაატას არ შეიძლებოდა ცოდნა, რომ 3 თვის შემდეგ შესაძლოა 2 თვის შემდეგ შეერთებოდა გირჩი და 3 თვის შემდეგ ყოფილიყო განცხადება გაკეთებული მისი ხელფასის შესახებ. კიდევ ერთხელ ვამბობ, არც ერთი თეთრი მას ხელფასის სახით პარტიის შექმნის შემდეგ არ გააჩნია და გუშინ ასევე თქვენი ყოფილი პარტნიორების მიერ ითქვა, რომ პრობლემები იყო შიგნით პარტიაში, სტრუქტურულად, მენეჯმენტის თვალსაზრისით, დაფინანსების თვალსაზრისით, რომ არსებობდა დავალიანებები, რომელთა გასტუმრებაშიც მათ მიიღეს მონაწილეობა. თუმცა ნაწილი დარჩა. თქვენ ალბათ ახლა თქვენი პარტიის აქტივისტს გიყურებთ, მაინტერესებს მათთვის ინფორმაცია თუ არსებობს, როდის მიიღებენ ისინი კუთვნილ დავალიანებებს. არის გარკვეული ხასიათის ფინანსური პრობლემები. ჩვენ არა ვართ მდიდარი ორგანიზაცია, ჩვენ არა ვართ მდიდარი პარტია. სწორედ ამით არის განპირობებული ის, რომ მხოლოდ რამდენიმე მედია საშუალებით გვაქვს რეკლამა, თუ არ ვცდები 2 მედია საშუალებით და გვაქვს რეკლამა. ჩვენ უარი ვთქვით ბანერებზე, სწორედ იქიდან გამომდინარე, რომ არ გვაქვს იმდენი საშუალება, რომ ყველაფერს გავწვდეთ. რა თქმა უნდა, ჩვენი დაფინანსების წყაროა, ეს არის ლეგალური დაფინანსების წყარო, რომლის შესახებ ინფორმაცია არის გავრცელებული აუდიტის სამსახურის მხრიდან იმ ვებგვერდზე, რომელთაც მოსახლეობას შეუძლია ნებისმიერ დაინტერესებულ პირს შევიდეს და ისარგებლოს, მათ შორის ჟურნალისტებს და მიიღონ ინფორმაცია. ბუნებრივია, ჩვენ გვაქვს მაქსიმალურად ვართ მოწადინებული იმისთვის, რომ ნებისმიერი ხასიათის ვალდებულება, რომელიც შეიძლება გააჩნდეს პარტიას, ეს ვალდებულები ჩვენს მიერ იქნეს დაფარული. და როდისთვის დაახლოებით ახლა მე ვკითხულობ, რომ 1,5 მილიონი ხარჯიდან დაახლოებით საარჩევნო ხარჯიდან თქვენ საარჩევნო ბლოკს 127,000-ზე ცოტა მეტი გაქვთ გაცემული სახელფასო ფონდი. სავარაუდოდ სწორედ ეს ფონდია ის, რომელიც შესავსები გაქვთ. თუ ხართ საქმის. მე ზუსტ ინფორმაციას ვერ მოგაწვით, იმიტომ რომ უბრალოდ ეთერის წინ მე ზუსტად ვერ მოგაწვით ამ ინფორმაციას, იმიტომ რომ საფინანსო სამსახურისგან არ მომითხოვია ეთერის წინ ეს ინფორმაცია. მოდით აი ფინალში მაინც კონტექსტი განვიხილოთ ყველაფრის რაც მოხდა თქვენი ბლოკის ირგვლივ. პაატა ბურჭულაძის პოლიტიკური ძალის შექმნა, რომელიც პირდაპირ პირველ ეტაპზე დაუკავშირდა მიხეილ სააკაშვილის სახელს, შემდეგ უკვე იყო გირჩთან მიერთება, რომელიც დაუკავშირდა უკვე აი ამ ინტერესის ივანიშვილის პოლუსისკენ გადახრას, შემდეგ ჩვენ მოვისმინეთ ბურჭულაძე გვარამიას საუბარი, სამწუხაროდ მოვისმინეთ, ამ სიტყვას აუცილებლად დავამატებთ, მას ვინაიდან იქ იყო ისეთი კონტექსტი. სამწუხაროდ არ აშინაარსის, არამედ იმის გამო, რომ უკანონო ჩანაწერი გამოქვეყნდა. დიახ, უკანონო ჩანაწერის გამოქვეყნების გამო, მაგრამ კონტენტი ჩვენ ყველამ ვიცით და ამასთან ერთvis ახლა თითქოს ერთი შეხედვით პოლუსის ისევ გადაწევა სააკაშვილის ინტერესისკენ, ასე ჩანს ყოველ შემთხვევაში, მით უმეტეს თუ იმასაც გავითვალისწინებთ, რომ საკმაოდ ისეთი ზეიმის განწყობაა სოციალურ ქსელებში მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერთა მხრიდან, მას შემდეგ რაც გირჩი აღმოჩნდა თამაშგარე მდგომარეობაში. მოკლედ, აი ამ კონტექსტში შეიძლება ვთქვათ, რომ რაღაცნაირად სააკაშვილის ინტერესი
უფრო დაკმაყოფილდა ამ კონკრეტული გადაწყვეტილებით, ვიდრე ივანიშვილის ფლანგის. ფაქტია, რომ ეს ორი პოლუსი არსებობს და მესამე ძალა, რომელთაც თქვენ განიხილებოდით და განიხილებით ამ დრომდე, სად გადაიხრებოდა და შესაძლო პარტნიორობას ვისთან მოიაზრებდა, ამას ძალიან დიდი მნიშვნელობა ჰქონდა ყველასთვის. ჩვენ არა განვიხილავთ ჩვენ თავს როგორც მესამე ძალას, ჩვენ განვიხილავთ ჩვენ თავს როგორც ახალ დამოუკიდებელ ძალას. არავითარი ინტერესი არც სააკაშვილთან თანამშრომლობის და არც ქართულ ოცნებასთან თანამშრომლობის არ აქვს. არც ერთს და არც მეორეს არ უნდა რომ დაირღვეს ის იდილია, რომელიც ერთმანეთში აქვს. სააკაშვილს აწყობს რა თქმა უნდა ქართული ოცნება და ქართული ოცნებას აწყობს რა თქმა უნდა ნაციონალური მოძრაობა. ყველაფერი ის რაც ხორციელდება ჩვენი პარტიის წინააღმდეგ და ეს დღიდან დაარსებისა არის სწორედ მზარდი რეიტინგი და ხელისუფლებას რა თქმა უნდა პირველ რიგში არ სურს რომ შეეგუოს იმ რეალობას, რა რეალობაც შეიქმნება 8 ოქტომბერს. რა თქმა უნდა ასეთივე ინტერესი აქვს ნაციონალურ მოძრაობას, რომელსაც სურს რომ ის იყოს მთავარი წარმმართველი ძალა ქართული ოცნების შემდეგ და მის ამ პოზიციების შესუსტებას ადგილი არ ჰქონდეს. აქედან გამომდინარე ჩვენ არავითარი შიში იმის რომ 8 ოქტომბერს ხელშესახებ შედეგს არ დავდებთ არ აგვაქვს. რა თქმა უნდა ჩვენ მოვიტანთ გამარჯვებას და ეს გამარჯვება იქნება იმ წესრიგის დამღვევი, რომელიც აწყობს და რომელშიც კომფორტულად გრძნობს თავს როგორც ნაციონალური მოძრაობა, ასევე ქართული ოცნება. ნაციონალური მოძრაობა, რომელიც თეს და შიშს მთელი ამდენი ხნის განმავლობაში და ეს არის სწორედ არჩევანი ნაციონალური მოძრაობის მომხრეების დღეს, რომ საზოგადოება იყოს კვლავ იმ შიში და ტერორში, რომელშიც ის ცხოვრობდა წლების განმავლობაში და ქართულ ოცნებას შორის, რომელიც არის აბსოლუტურად უმაქნისი, უსაქმური, არაფრის გამკეთებელი და რომლის კისერზე არის იმ უმუშევრობა და ეკონომიკური პრობლემები, რომლებიც ქვეყანაში არის. ჩვენ ვართ ახალი დამოუკიდებელი ძალა, რომლის შექმნის, ფორმირების ერთადერთი კრიტერიუმი არის პროფესიონალიზმი და მეორე სამშობლოს სიყვარული. ამ ბრძოლას ჩვენ მოვიგებთ და ამას ყველა ნახავს 8 ოქტომბერს. დავით ჯანდიერი, პაატა ბურჭულაძე, მოძრაობა სახელმწიფო ხალხისთვის ერთ-ერთი ლიდერი იყო ჩვენთან ახლა კითხვებზე პასუხით. გიორგი ვაშაძესთან გადავდივართ, იგივე გაერთიანების ერთ-ერთ ლიდერთან.